გამარჯობა, ეთერშია ტელეკომპანია გურჯანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღეს 12 ნოემბერს განვითარებულ ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. ქარიშხალის საგარეჯოში გზაზე მოძრავ ავტომობილს ხედაეცა არიან დაშავებულები, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შიმშილობის მეხუთე დღე რას შემთხვევაში შეწყვეტს პროტესტის უკიდურეს ფორმას პატრიოტთა ალიანსი, ჩართვა მოშიმშილე ემზარ კვიციანთან. თელავისა და ყვარლის პოლიციის ხელმძღვანელების შემდეგ სკანდალში გურჯაანის პოლიციის უფროსი ცოხოვა, რაში ადანაშაულებს მას 19 წლის ახალგაზრდა და დატოვეს თუ არა თანამდებობები იმ პოლიციელებმა, რომელთაც ფიზიკურ შეურაცხყოფას 6 თვის წინაც აბრალებდნენ. 6 კაცი თუ 5 კაცი მერწყავდა ერთნაირად. აი გვერდებში ნეკნებში მერწყავდნენ პირდაპირ. დაწერა თუ არა ჩაგაბავო წაგიყვან შაკაგდებო. წარმოშობით გურჯაანელი მეღვინე ერეკლე ხაზიური ამერიკელებს ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით ღვინის დამზადების გამოცდილებას უზიარებს, როგორ აპირებს იგი ქართული ქვევრის მანჰეტენზე ჩატანას, ჩართვა ნიუ-იორკიდან. საღამომშვიდობისა. ქარიშხალის საგარეჯოში. საგარეჯოსა და სოფელ იორმუღალოს დამაკავშირებელ გზაზე მოძრავ ავტომობილს ხედაეცა. ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დაშავებულებს თავისა და ხერხემლის ტრავმები აღენიშნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, ხების წაქცევა ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ამ დროისთვის იწმინდება გზებიც. 7000-ზე მეტ აბონენტს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. გაიქცა და გავარდა რა, გაიქცა იმაში და ტენის ნახტულის გაწყვდა და აი ტენი არ არის დღეს. ამ დროისთვის გაწმენდილია გზა, ანუ მოძრაობა არის აღდგენილი, ჩართული იყო სამაშველო სამსახური, ასევე ადგილობრივი მოსახლეობაც. გზა გაწმენდილია, არიან 3 დაშავებულია, სერიოზული ტრავმები არ აქვს, გადაყვანილნი საავადმყოფოში, მას უცხოს საფრთხე არ ემუქრება. პატრიოტთა ალიანსის ლიდერები და მათი მხარდამჭერები შიმშილობას აგრძელებენ. სახელწვიმის გამო აქციის მონაწილეთა რიცხვი შემცირდა, თუმცა დღეს მათ მხარდამჭერები ისევ მოემატნენ. მათი მოთხოვნა იგივეა თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენება და საარჩევნო გარემოს შეცვლა. ახლა აქციიდან პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი მოშიმშილე ემზარ კვიციანი გვერდება. ბატონო ემზარ, გამარჯობა. რამდენი ადამიანი შიმშილობთ ახლა და რა ხდება მანდ? მოკლედ ვაგრძელებს შიმშილობას. შემა იყო ძალიან დიდი და პატარა რაღაცა თავში საფარი გავაკეთე. ვერ დავეტიეს 25 კაცზე მეტი და დანარჩენები გასაშვები შეგვექნა წუხეო. ამჟამად ამ თავსაფარში რადმის ეგრეთ წოდებული პალატკებში პალატკა გავაკეთეთ, აი იმას თქვენით რა გავჭიმეთ. აქ დავეტიეთ 25 კაცი. მეტი ვერ დავეტიეთ. რომელიც წუხეო გავაკეთეთ. უნდა ყოფილიყავით 39, მაგრამ დანარჩენი 4 გაუშვით. ვაპირებთ კიდევ გაზრდას მოშიმშილეების პარლამენტთან აქ გაიზრდება მე ვიღაცების სახლების წინი ხდება ალბათ. ბიძინა ივანიშვილმა ირმა ინაშვილს შიმშილობის შეწყვეტა მოუწოდა. არ აპირებთ მისი რჩევის გათვალისწინებას, როდემდე გეგმავთ შიმშილობის გაგრძელებას? როგორი მომენტია ისეთ, რომ ჩვენ ვევედრებოდით და ვეხვეწებოდით ამ ხელისუფლებას, რომ არ გაეყალბებია არჩევნები. არჩევნები გააყალბეს. და ეხლა ჩვენ ვიწყობთ ამის პატილოცნობას, იქ სადაც გაყალბდა და ვიწყობთ ამ საარჩევნო გარემოს შეცვლას. და მათ ხელშია ეხლა ეს. შეცვლიან და ჩვენ შევწყვიტოთ. მათ უნდათ რომ ჩვენ შევწყვიტოთ, მაშინ ეს უნდა გააკეთოთ, რასაც თვითონ ითხოვდნენ წინა ხელისუფლებისაგან, იმას თხოვთ მათ. რაზეც პირობა მოხდეს ჩვენ მოსახლეობას, საქართველოს მოსახლეობას, რომ ამას ასე გავაკეთებთო. ასე მოვიქცევით, ასე რასაც დაპირდნენ მოსახლეობას, აი ამ განაპირებს ვიწყობთ. ვიწყობთ, რომ ეს სამართლიანობა აღხსნეს ბოლოს და ბოლოს. და გამოაჩინონ ის ადამიანები, რომელი ეშმაკიაზის ამ სამართლიანობის აღდგენას სათავეში და არ გვაძლევს ამის უფლებას და საშუალებას, რომ აღდგეს სამართალი საქართველოში. და ემატება ყოველ დღე უსამართლობა ემატება და ერთ-ერთი იყო 11 ოქტომბრის უსამართლობა, როცა გაყალბდა არჩევნები. ბატონო ემზარ, როგორია მოშიმშილების ჯანმრთელობის მდგომარეობა? არიან მანდ ექიმები, სამედიცინო დახმარება რომ დაგჭირდეთ? არანაირი ექიმი არ მოდის აქა. დღეს დაუყენებიათ ისა
სასწრაფო ჩემ გვერდით, მაგრამ მე გაუწევია. ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვანაირად ახლა მე კარგად ვარ. ჩვენი პატრიოტთა ალიანსის ექიმი არის ხალბატონი ნანა, ერთადერთი ნანა იყო მობრძანებული, ჩემთან ფილტვები გამისიდა, მახველებდა მაგრამ და იმიტომ და მეტი არა. მადლობა, გვესაუბრებოდა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი. ახალგაზრდა მამაკაცი გურჯაანის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ და პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების გახშირებული ფაქტები. 19 წლის ლადია ელიკაშვილი და მისი ოჯახი გიორგი კრაწაშვილსა და მის მოადგილებს ცემაში ადანაშაულებს, თუმცა ეს კახეთში პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი ფაქტები ადრეც გახმაურდა. რას ყვებიან ელიკაშვილის ოჯახში და მანამდე ვინ რატომ სდებდა ბრალს პოლიციელებს? ეთერ-თეთრაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. ბოლო პერიოდში კახეთში პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები გახშირდა. თელავისა და ყვარლის პოლიციის მაღალჩინოსნების შემდეგ სკანდალში გურჯაანის პოლიციის უფროსი გიორგი კრაწაშვილი და მისი მოადგილეები გაეხვივნენ. 19 წლის ძირკოკელი ლადი ელიკაშვილი ირწმუნება, რომ უკანონოდ დააკავეს და პოლიციის უფროსის კაბინეტში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის დამადასტურებელ დოკუმენტად კი ჯანმრთელობის ცნობა მოაქვს. პოლიციის უფროსმა მირწყავდნენ 6 კაცი, 5 კაცი მირწყავდა ერთნაირად. სულ ყველა მირწყავდა ტვინის შერყევა, კისრის არეში ტკივილები, დაბეჟილობა, ტუჩი გამიხეთქეს, კბილები, 2 კბილი ჩამომიმტრიეს. პროკურატურამ გამოძიება 133 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ოჯახი გურჯაანის პოლიციის უფროსის და მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენებას და დასჯას მოითხოვს. როგორც აუყანია კარები შეუღია, ეგრევე სამუშტი მოხვედრია, 2 სახეში და 1 კისრის არეში. ემუქრებოდნენ, თქვი ბიჭო რო კიბიდან დავგორდით, თორე ამაზე უარესი მოგელის. კონკრეტულად რეზო ხადაგიშვილი, შოთა მოსულიშვილი და ის მილიციის უფროსი, გრაწა და იგეთი. პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები კახეთში 2015 წლის ივლისშიც გახმაურდა. მაშინ მოქალაქე ოთარ სეფიაშვილი ყვარლის პოლიციის უფროს და მის მოადგილეებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. 56 წლის სანიორელი გურამ მელიქიშვილი კი თელავის პოლიციის თანამშრომლებს უმიზეზო ცემაში სდებდა ბრალს. გვერდებში ნეკნებში მიტყავდნენ პირდაპირ. წამიყვანეს მე მეორე ხარეს სხვა ოთახში, ახლა იქ მამა ყონა, იქაც მაგინა რა არა დაწერა თუ არა ჩაგაბალო წაგიყვან შაკაგდეფო. სადაო? კამერაში შაკაგდეფო რა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს სხეულის დაზიანებები აღინიშნებოდა და ამტკიცებდნენ, რომ პოლიციელებმა სცემეს გამოძიებას ეს არ დაუდასტურებია. დღეის მონაცემებით თელავსა და ყვარელშიც პოლიციელები თანამდებობებს ინარჩუნებენ ისევე როგორც გურჯაანის პოლიციის უფროსი და მოადგილეები. წარმოშობით გურჯაანელი მეღვინე ერეკლე ხაზიური ნიუ-იორკში ამერიკელებს ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით ღვინის დამზადების გამოცდილებას უზიარებს. მას მანჰეტენზე ქართული ღვინის კლუბის გახსნა სურს. თუ რა გეგმები აქვს, ამაზე დეტალურად თავად ერეკლე ხაზიური ნიუ-იორკიდან ჩაგვერთვება. ერეკლე, გამარჯობა, მადლობა რომ ჩვენს გადაცემაში იღებ მონაწილეობას. ერეკლე, როგორც ვიცი, აპირებ რომ ნიუ-იორკში ქართული ღვინის კლუბი გახსნა, სადაც გექნება მარანი. ვრცლად მოგვიყევი, რა გეგმები გაქვს? მოკლედ გადაწყვეტილი გვაქვს, ანუ გვაქვს ჩვენ მანჰეტენზე ისტ-ვილიჯში არის ესეთი ადგილი, სადაც არის ძალიან ესეთი აქტიური, რომელიც ძალიან აქტიურ ადგილად ითვლება. გვაქვს მეღვინეობა, მცირე მეღვინეობა, ასე ქვია ისტ-ვილიჯ ვაინერი, ვაინ კლუბ. ყავს ესე იგი 60 წევრი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ დაწურვაში და სხვადასხვა აქტივობებში, ახლა ჩამოსხმა ქონდა რამოდენიმე დღის წინ. და წევრებზეა ძირითადად აგებული ეს ღვინის კლუბი. ანუ წევრების აქტივობების მიხედვით ხდება, ანუ ღვინის დაწურვა და ჩამოსხმა. ერეკლე, ჩემი ინფორმაციით, ქვევრის ჩატანასაც აპირებ ნიუ-იორკში, რთული არ იქნება ეს და შენი ვარაუდით, რა წარმატებას მოიტანს ეს სიახლე? ანუ პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ქვევრი ჩამოვიტანოთ და ქვევრში ვაწარმოოთ ღვინო ქართული ტრადიციული წესით. შემდგომში რა თქმა უნდა იგეგმება, ანუ ღვინის ბარის გახსნა, ღვინის ბარში იქნება თვითონ ეს მეღვინეობაც, ესეთი კონცეფციით გეგმავთ. და რა თქმა უნდა იქნება ქვევრი და ქვევრის ღვინოები იქნება. შესაბამისად ეს ხელს შეუწყობს ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას
საქართველოსთან ერთად გაიგებენ ქვევრის შესახებაც, იმიტომ რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბევრ ინფორმაცია არ აქვს ჯერ კიდევ. რამდენიმე ადამიანმა შეიძლება იცოდეს, მაგრამ მასიურად არ იციან, სად არის საქართველო, ყველას რაღაც რუსეთი გონია. საბოლოო ჯამში რაღაცნაირად პოპულარიზაცია მოხდება ტრადიციული ტექნოლოგიის პარალელურ რეჟიმში ვგეგმავთ, რომ მოეწყოს ხოლმე სატრეინინგო სესიები და რაღაც შეხვედრები, თუ რომელიმე მეღვინე ჩამოვა საქართველოდან, აუცილებლად მოვიწოთ და რაღაც პატარა შეხვედრებსაც მოვაწყოთ კლუბის წევრებთან და იქნება საუბარი ქვევრზე, ქვევრის ქართული ღვინის წარმოებაზე, პოპულარიზაციაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაღაც პატარა კერასავით იქნება ქართული მეღვინეობის. ანუ ტექნოლოგია გვაქვს ქართული, ყურძენი გვაქვს კალიფორნიული. ერეკლე, ყურძენიც თავად მოყავთ თუ ყიდულობთ? ყურძენი ჩვენ არ მოყავს, ყურძენს ყიდულობთ კალიფორნიაში. წელს დავაყენეთ კაბერნე, ბარბერა, ტემპრანილო და მუსკატი. მუსკატი არის იქნება ორენჯ ვაინი, ანუ ღვინო იქნება საკმაოდ ცხეულიანი, თეთრი ტანინებით, რაღაც ისეთ კახურ ღვინოს ემგვანება. საინტერესო დასალევი იქნება ძალიან. მომავალი წლისთვის იგეგმება, ანუ საერთოდ ეს კალიფორნიული ყურძენი კარგად ერგება ქართულ ტექნოლოგიას, იმიტომ რომ მაღალშაქრიანი ყურძენია და საკმაოდ კარგად აიტანს ჩემი აზრით ქვევრში დაყენებას და საკმაოდ საინტერესო ღვინო გამომე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. ამასთან ერთად პლუს მე როგორც ვიცი, პენსილვანიაში არიან ქართველები, რომლებმაც გააშენეს, რომელმაც ძალიან ცოტა რაოდენობა ეკლესიასთან ჩაყარეს საფერავის, მეც მივიღე მან მონაწილეობა და მგონია რომ რაღაც მომავალ წელს და კიდევ შემდეგ წლებში უფრო რაღაც გაიზრდება და არ არის გამორიცხული რომ საფერავის ჯიში ამერიკაში ნელ-ნელა პოპულარული გახდეს. ერეკლე, გიფიქრიათ რომ საკუთარი ვენახი გაგეშენებინათ და ქართული ჯიშის ყურძენი მოგეყვანათ. რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება მანდ? ყველაფერი შესაძლებელია, უბრალოდ თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, საკმაოდ ძვირი ღირს და დიდი ფუფუნებაა ნამდვილად კალიფორნიაში ვენახის ქონა, იმიტომ რომ ძალიან ძვირია ვენახები კალიფორნიაში. არის კიდევ ნიუ-იორკთან ახლოს, ან ნიუ-იორკში ადგილები, მაგალითად ლონგ-აილენდში, სადაც მოყავთ ყურძენი, მაგრამ ისეთი ტერიტორია არ არის, როგორც არის კალიფორნიაში, ანუ კლიმატი არ არის ისეთი შესაბამისი. პენსილვანიაში სხვათა შორის ქართველებმა დაიწყეს როგორც გითხარით რამოდენიმე ანუ ეკლესიასთან აქვს გაშენებული პატარა მცირე ვენახი და ნუ პენსილვანიაც შეიძლება ჩაითვალოს აქვეა ნიუ-იორკთან 2 საათის სავალზეა შეიძლება ჩაითვალოს ადგილას სადაც შეიძლება ყურძენი მოიყვანო თუმცა კალიფორნია ყველაზე კარგ ადგილად ითვლება ამერიკაში მეღვინეობის თვალსაზრისით საინტერესოა რა ფასში ყიდულობთ კალიფორნიაში 1 კილოგრამ ყურძენს? საინტერესო კითხვაა ნამდვილად. იმდენად რამდენადაც ნიუ-იორკში ტრანსპორტირებას უნდა 3 დღე დაახლოებით სახმელეთო გადაზიდვით. ტრანსპორტირება ცოტა ძვირია, თუმცა ადგილზე კალიფორნიაში ყურძნის ფასი არის სადღაც 80 ცენტი. დაახლოებით საშუალო ფასებად გვაქვს საუბარი. აქ არის 60 ცენტიანი ყურძენიც, არის $1 და 2 ცენტი, 20 ცენტიც. ანუ სადღაც ესე მერყეობს 60 ცენტიდან სადღაც $1.50-მდე. ნუ დამოკიდებულია აქ მიკროზონაზე რა, რომელ მიკროზონაშია მოყვანილი ყურძენი და რა ყურძენია. ყველაზე ძვირადღირებული ყურძენი, რაც წელს ჩვენ ვიყიდეთ, იყო მუსკატი. რომლის ფასიც გამოვიდა ტრანსპორტირება ძვირი დაგვიჯდა, მაგითო გამოვიდა $1.80. ერთი, ნუ კილოგრამში რო გადავიყანოთ, აქ ფაუნდებია და სადღაც 3 და 700 არის 1 ფაუნდი, ანუ ქართულ ფულზე რამდენი გამოდის ეს? ქართულ ფულზე ეხლანდელი კურსით გამოდის სადღაც, რა ვიცი, $3 მეტი ალბათ. დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. ნიუ-იორკიდან გვესაუბრებოდა მეღვინე ერეკლე ხაზიური.
სოფლის მეურნეობის განვითარების საპილოტო პროექტი ლაგოდეხში. პროექტი ემპარდის ფარგლებში განხორციელდება და ამისათვის ევროკავშირმა 3 მილიონი გამოყო. სოფლის განვითარება და ევროპული მოდელის მორგება ქართულ რეალობაზე. ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს დღეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტი ვერა იეშვილი ესწრებოდა. საქართველოს და ევროკავშირი ემპარდის ფარგლებში ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთობლივ საპილოტო პროექტს იწყებს. სოფლის განვითარება და ევროპული მოდელის მორგება ქართულ რეალობაზე. ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს პროექტის ორგანიზატორებმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობაში მოწვეულ სტუმრებს. პროექტისთვის ევროკავშირმა 3 მილიონი ევრო გამოყო. აქედან 1.200.000 ლაგოდეხის გრძელვადიან განვითარებას მოხმარდება. დაგეგმილია ლაგოდეხში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან სამოქმედო ჯგუფის შექმნა, რომლებიც იმუშავებენ მუნიციპალური განვითარების სტრატეგიაზე. პროექტების ჩაბარება 2016 წლის აპრილიდან დაიწყება და მასში მონაწილეობას მხოლოდ ლაგოდეხის კოოპერატივის წარმომადგენლები მიიღებენ. პროექტი მთლიანობაში გულისხმობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხარდაჭერას. ლაგოდეხი შერჩეული იქნა იმ დივერსიფიცირებული შესაძლებლობებისა და პოტენციალის მიხედვით, რომელიც აქ არსებობს, ერთი სოფლის მეურნეობა, ტურიზმის პოტენციალი, მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტია. შესაბამისად, ეს დივერსიფიცირებული შესაძლებლობები პროექტს მიცემს უფრო მეტ სტიმულს იმისთვის, რომ უფრო მრავალფეროვნად განახორციელოთ ჩვენი აქტივობები. ასეთი პროექტი არ ყოფილა ჯერ ლაგოდეხში და ეს მოგცემს დიდ შესაძლებლობებს, როგორც ორგანიზაციულ განვითარებაზე, ასევე სოფლის მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართულობაზე, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. ასევე მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა ეს შესაძლებლობა ამ პროგრამაში მიიღოთ მონაწილეობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი საფერმერო მეურნეობა, სადაც აი შემოვიყვანეთ ზუსტად ევროპული იმ ჯიშის ბოცრები, ქათმები, ინდაურები, იხვები, მაღალპროდუქტიული. ჩემთვის იქნება მნიშვნელოვანი შემოვიტანო როგორმე მოვახერხო და შემოვიტანო ევროპიდან კვების სოფლის მეურნეობაში კვების, მეხედველობაში მაქვს ბოცურისთვის, მეხედველობაში მაქვს ქათმისთვის, მეცხოველეობაში ხბოებისთვის, კოჭებისთვის, შემოვიტანო იქიდან ახალი კვების პროდუქტის საწარმოო ხაზი. შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ევროკავშირის დელეგაციაც დაესწრო. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩვენ გადავდივართ სრულად ახალ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის განვითარების მრავალი მიმართულებით და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ სოფლის განვითარება. ვიწყებთ საპილოტო პროექტების განხორციელებას 3 მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი გახლავთ ლაგოდეხში, რაც დღეს მოხდა პროექტის პრეზენტაცია და მიზანი არის სოფლის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის ლიდერის და ასევე ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებმაც თავად უნდა შეიმუშაონ ის პრიორიტეტები და მიმართულებები, რაც აუცილებელია კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, ამ შემთხვევაში ლაგოდეხში. ეს პროექტი არის თვითონ შედეგი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის, თუმცა ყველაფერი აქედან არ იწყება, რა თქმა უნდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ავირჩიეთ ლაგოდეხი, მას აქვს სოფლის მეურნეობის ტურისტული განვითარების პოტენციალიც. ეს არის საპილოტო პროექტი და დავაკვირდებით ჩვენ მას. წარმატების შემთხვევაში კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც განვახორციელებთ. ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების საპილოტო პროექტს ლაგოდეხის გარდა ყაზბეგსა და ბორჯომშიც განახორციელებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში გამოცხადებულ 20 ვაკანსიაზე გამოცდები დღეს გაიმართა. ტესტირება იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ჩაატარა. ვაკანსიაზე სულ 75 კანდიდატი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაზე დაბალი აქტივობა იყო, მხოლოდ 20 მონაწილე გამოცხადდა. ტესტირების წარმატების ჩაბარების შემთხვევაში კონკურსანტებს მესამე ეტაპზე გასაუბრებაზე გასვლის საშუალება მიეცემათ. 20-ვე ვაკანსია ძირითადად სპეციალისტის თანამდებობაზეა გამოცხადებული და ხელფასი 400 ლარია. დაგვიკეთა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, დაბარებული იყო 75 აპლიკანტი, აქედან გამოცხადდა მხოლოდ 20. კითხვები თითქმის ყველა კანონიდან თანაბრად არის ამოღებული და განაწილებული. შესაბამისად, მომემზადა და ეს ჩემთვის რთული არსებითად არ იყო, მაგრამ საპასუხისმგებლოა მაინც ვინაიდან საჯარო სამსახურია და ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ სერიოზულად მიდგომა საჭიროებს. რაც შეეხება თვითმმართველობისადმი ნდობას და კონკურსს, ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ობიექტური იქნება შეფასება.
ტრენინგი სასკოლო მზაობის პროგრამის შესახებ. მართალია მშობლების უარის გამო ის ჯერ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ განხორციელებულა, თუმცა განათლების სამინისტრომ საჭირო ჩათვალა, რომ საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის ამ საკითხზე ინფორმაცია მიეწოდებინა. სამინისტროს წარმომადგენლებმა თითოეულ ბაღს სპეციალური წიგნები გადასცეს. ტრენინგს 3 მუნიციპალიტეტის გურჯაანის, ლაგოდეხისა და დედოფლის წყაროს ბაღების აღმზრდელები დაესწრნენ. ასეთივე შეხვედრა თელავშიც ჩატარდება. დღევანდელი შეხვედრა ეხება სასკოლო მზაობის პროგრამის საზოგადოებისთვის გაცნობას და შეხვედრის გზით პრაქტიკული პრეზენტაცია მოხდა, ანუ ჩვენ ჩამოვიტანეთ წიგნები, 2 ტიპის წიგნი არის, აღზრდელის გზამკვლევი და აქტივობების კრებული, რომელიც საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებს ელექტრონულად გადაეცათ. ეხლა კიდევ თვითონ უკვე მყარი ასლები ჩამოვიტანეთ. ეს არის საპილოტო ვერსია. განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოახდინეს სასკოლო მზაობის პროგრამის პრეზენტაცია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის ჩვენ უკვე ელექტრონული ვერსიები მიწოდებული გვაქვს და მათი ნაწილი გარკვეულ მონაკეთებს ამ პროგრამიდან უკვე იყენებენ თავიანთ აღმზრდელო პროცესში. საკმაოდ მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში სრულყოფილად გადასვლა ამ პროგრამაზე, როდის მოხდება ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინიციატივით სპორტის სხვადასხვა სახეობაში საჯარო სკოლებს შორის საშემოდგომო სპარტაკიადა მიმდინარეობს. ფრენბურთის ფინალურ მატჩში ერთმანეთს სოფელ გურჯაანისა და ჭანდრის საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჭანდრის მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა. ყველა მონაწილე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მედლებითა და სიგელებით, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი სპეციალური თასი დააჯილდოვა. საუკეთესო მოთამაშეს კი ფასიანი საჩუქარი გადასცეს. შეგახსენებთ, რომ ფრენბურთში გოგონათა შორის გამარჯვება ჭადრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ერგოთ. მონაწილეობა მიიღო სოფელ გურჯაანისა და სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებმა. როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრა გამოვიდა ძალიან დაძაბული. ანუ პირველი სეტების შემდეგ იყო ფრე 1-1 და გადამწყვეტ სეტში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ჭანდრის საჯარო სკოლამ. ჩვენ მინდა მიულოცოთ ყველა მონაწილეობას აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა და განსაკუთრებით მინდა მიულოცო გამარჯვებულ გუნდს. დაძაბული შეხვედრა იყო, კაჭრეთს მოუგებთ ჩვენ და ზემო გურჯაანს ფინალში გაგვიჭირდა ზემო გურჯაანთან. კარგი მოთამაშეები შეგვიქმნა და რა ვიცი, გახარებული ვარ. რომ მოვიგეთ მთელი წელი ვარჯიშობით. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. ტელეკომპანია რუსთავიორის ყოფილ მენეჯმენტს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგა. განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს ტელეკომპანია საქართველოს წარმომადგენლების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებასთან დაკავშირებით. ამავე სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე. სასამართლომ საჩივრის განხილვისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებებით მოსარჩელე ქიბარ ხალვაშმა დააფიქსირა პოზიცია სასამართლო დავების მის სასარგებლო დასრულების შემთხვევაში დავით დვალისთვის შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის წილის ნაწილის გადაცემის თაობაზე. ამ გარემოების გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების ნაწილი დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე გაუქმდა, ხოლო რევას საყევარიშვილის ნაწილში ძალაში დარჩა. დროებითმა მმართველებმა დავით დვალმა და რევას საყევარიშვილმა სასამართლოში წარმოადგილეს თავიანთი პოზიცია, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ მათი უფლებამოსილების განხორციელება შეუდგებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ დროებითი მმართველის მიერ თავისი ფუნქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში იქნება ვაკუუმი შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის საქმიანობაში, რადგან წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება. შესაბამისად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს ტელეკომპანია საქართველოს წარმომადგენლების საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა საწარმოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს ყოფილ მენეჯმენტს. აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებული შეხვედრა 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით საუბარი შეეხო ქვეყნის წინაშე მდგარ აქტუალურ საკითხებს. განსაკუთრებული აქცენტი კი საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ თემაზე გაკეთდა. მისივე განმარტებით მედიის საკითხზე საუბრისას ელჩებმა ხაზი გაუსვეს პრეზიდენტის იმ პოზიტიურ როლს, რომელიც მან რუსთავიორთან დაკავშირებული მოვლენების დამშვიდების მიზნით ითამაშა. ძირითადი დრო დაეთმო დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო გარემოზე საუბარს, იმ საკანონმდებლო საჭიროებებს, რაც უნდა შევიდეს ჩვენს კანონმდებლობაში, რომ გაუმჯობესდეს კანონმდებლობა, მათ შორის საუბარი იყო იმ კონსტიტუციურ ცვლილებაზე, ასევე იყო საუბარი მედია გარემოზე, იყო საუბარი სასამართლოზე, იყო საუბარი ასევე რუსთავიორის кейსზე, თუმცა ამ кейსზე ცხადია დეტალების განხილვა არ ყოფილა, იყო ზოგადი საუბარი. ელჩებმა ასევე აღნიშნეს პრეზიდენტის პოზიტიური როლი იმ 2 კვირის, 3 კვირის წინ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, როდესაც მან გააკეთა განცხადება და ის ძალიან დაძაბული სიტუაცია მოახერხა და გადაიტანა დიალოგის რეჟიმში. რამდენიმე ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტის პოზიტიური როლი იმ პროცესში და იმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში, რომ სიტუაცია დამშვიდებული იყო და გაგრძელებული იყო დიალოგის რეჟიმში. იაპონიაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და იაპონიის თავდაცვის მინისტრმა გენ ნაკატანიმ თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტის ხელმოწერამდე იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას ოფიციალური დახვედრა მოუწყო. იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის იაპონიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმი პირველად საქართველოსთან გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად საქართველო და იაპონია თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე ითანამშრომლებენ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძინოს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორმა და მადლობთ დარწმუნებული, რომ ეს პირველი შეხვედრა მემორანდუმი თავდაცვის სფეროში, რომელიც ორ სამინისტროს შორის გაფორმდა, დაგვეხმარება იმისათვის, რომ უკვე კონკრეტული რეალიზება მოხდეს პროექტების და იდეების, რაზეც მინისტრთან ერთად ვისაუბრეთ დღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში თაღლითობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ადვოკატი თანამზრახველთან ერთად თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მამას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს სჯავრდებული შვილის ციხიდან გათავისუფლებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 60,000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის ავტომანქანის სალონიდან თაღლითური გზით მიღებული სრული თანხა ნივთმტკიცება დამოიღეს. რუსთავში თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი და მისი თანამზრახველი დაავაკავეთ, რომლებაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს სჯავრდებული შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ 60,000 ამერიკული დოლარი მოსთხოვეს. ერთ-ერთი დაკავებულის ავტომანქანის შხრიკისას თაღლითური გზით მიღებული სრული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეთ. გამოძიება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. თურქეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები ცნობილია, როგორც ადგილობრივი გამოცემა ზამანი იტყობინება თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომიტეტის მონაცემებით. საპარლამენტო უმრავლესობა მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ მოიპოვა. პარტიამ 550 ადგილიდან პარლამენტში 317 ადგილი მოიპოვა. საკანონმდებლო ორგანოში ასევე მოხვდა სახალხო რესპუბლიკური პარტია 134 ადგილით, ქურთული ხალხთა დემოკრატიის პარტია 59 ადგილით, ნაციონალისტური მოძრაობის პარტია კი 40 ადგილით. მიგრაციული კრიზისის გამო შვედეთის სასაზღვრო კონტროლს და წესებს ამის შესახებ შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანდერს იგემანმა განაცხადა. როგორც Deutsche Welle იტყობინება, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს იძულებით და დროებით იზომაა. მთავრობაში აცხადებენ, რომ მიგრანტთა დიდი რაოდენობის გამო შესაძლოა საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შეექმნას. ახალი რეკორდი სოტბის აუქციონზე იშვიათი სახეობის ბრილიანტი ცისფერი მთვარე სარეკორდო ფასად იყიდა უცნობმა კოლექციონერმა, მაშინ 48,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ჯერ კიდევ გუშინ ძვირფასი ქვა 55 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ცისფერ მთვარეში 7 მილიონით ნაკლები გადაიხადეს, ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაყიდული ბრილიანტი გახდა. ცნობილია, რომ სოტბის აუქციონზე ლურჯი ბრილიანტები ყოველთვის რეკორდულ ფასად იყიდება.
ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გავრცელა. მორიგი საინტერესო ვიდეო ბავშვებზე ორი პატარა გოგონა აღმოსავლურ ორთაბრძოლას ეუფლება. რამდენად გამოსთით, ეს სხვა საკითხია, თუმცა ისინი ამით ძალიან ხალისობენ. კმაყოფილები არიან მათი მაყურებლებიც, რომელთა შეძახილებიც ვიდეოში ისმის. რუსეთში გამართულ ავტოშოუზე მძღოლმა მაყურებელს საინტერესო ტრიუკი შესთავაზა. მისი მანქანა მოულოდნელად ორადი გაიყო და ერთი ნაწილი მეორეს დაედევნა. და ბოლოს დღის სხვა ამბები. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთში დიდი ანგარიში წააგო. კახა ცხადაძის გუნდი ესტონეთთან 0-3 დამარცხდა. ნაკრებმა ისტორიაში მეორასე მატჩი ესტონეთში ალეკოკ არენაზე გამართა. მასპინძლებმა ყველა გოლის შესვენების შემდეგ გაიტანეს. 6 ნოემბერს ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. გუნდი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. ეს 2015 წელს ცხადაძის ბოლო მატჩი იქნება. ზაზაფაჩულია სეზონის მეხუთე ორმაგი დუბლი. კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით დალასმა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი კლიპერსი 118-108 დაამარცხა. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა ზაზაფაჩულიამ. ქართველმა ცენტრმა დალასში სარეკორდო ბევრი 31 წუთი ითამაშა და სეზონის რიგით მერვე მატჩი მეხუთე ორმაგი დუბლი გაიფორმა. 4 მოგებითა და 4 მარცხით დალას მავერიკსი დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. მორიგი მატჩი დალასელებს 14 ნოემბერს შინ მეორე ლოს-ანჯელეს გუნდს ლეიკერსთან ელით. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა. მეორე შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.